ხელმწიფების ქვეშ ყოფნაზე ჩვენ ვისაუბრეთ რას ნიშნავს ძალაუფლების ქვეშ დგომა და მაგალითად მოვიყვანეთ ასის თავი რომელიც იესო ქრისტეს ელაპარაკება და გააოცა იესო ქრისტე თავისი რწმენით. მე შემთხვევით არ ვლაპარაკობ ამაზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალაუფლებაზე, იმიტომ რომ ძალაუფლება იესო ქრისტესი ჭირდება მის შვილებს, რათა ზებუნებრივი საქმეები განხორციელდეს მათი მეშვეობით. ის საქმეები, რომლისთვისაც ჩვენ მოგვიწოდა უფალმა იესო ქრისტემ, ეს არ არის ჩვეულებრივი საქმეები, მეგობრებო. ეს არის ზებუნებრივი საქმეები. და ამ ზებუნებრივ საქმეებს ჭირდება ზებუნებრივი ძალა. და ეს ზებუნებრივი ძალა ძალაუფლების ქვეშ დგომის გარეშე არ გვეძლება. არადა იესო ქრისტემ თქვა მათეს 28 თავში, რომ მოცემული მაქვსო მე მთელი ძალაუფლება ცაში და მიწაზე. მთელი ხელმწიფება და გადითო და იქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინანიებს, ისინი გადარჩებიან. ახლდება ასეთი ნიშნები ჩემს ქადაგებას. განიკურნებიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვანა არ ავნებთ. უფალი ლაპარაკობს, რომ თავარი დანიშნულება ჩვენი არის სახარების ქადაგება. ცნება იმის, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. როცა შეხვალთ ქალაქში, როცა შეხვალთ ოჯახში, ამცნეთ, უთხარით, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. და შემდეგ აი ამ ყველაფერს მოყვება ზებუნებრივი გამოვლინებები. ადამიანები ირწმუნებენ უხილავ ღმერთს, მაგრამ ეს შეუძლებელია რომ მოხდეს ჩვეულებრივი ძალით, მეგობრებო. რამდენიც გინდა ელაპარაკო ადამიანს, თუ მას სულიწმინდა მარ გაუხსნა გული და თვალები, ისინი ვერ დაინახავენ ჭეშმარიტებას, რათა გადარჩნენ. ამენ. ჩვენ გამუდმებით ხას უსვამთ სამ კითხვას. რატომ აირჩია ღმერთმა ბრუკლინი? რა მიზნები აქვს ღმერთს ბრუკლინის ეკლესიის მეშვეობით და თვითოულ ჩვენგანს რა როლი გვაკისრია ამ მიზნის მიღწევაში? მეგობრებო, ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, რომ ეს სამი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. და ვიცით, აქ საიდუმლო არაფერია. უფალმა ბრძანა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის არის ადამიანების სულების გადარჩენა. და უფალმა იცის, რომ ქართველთან ქართველი უნდა მივიდეს. საქართველოსთან ჩამოსულ ადამიანებს, კავკასიიდან ჩამოსულ ადამიანებს, კავკასიური კულტურის მატარებელი ხალხის ქადაგება ჭირდება. ამაში საიდუმლო არაფერია. სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ საჭიროა იცნობდეს ვიღაცა ჩვენ კულტურას. იესო ქრისტე, როდესაც მივიდა ისრაელში, ებრაულ კულტურას ეზიარა და მათთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა. მას არ დაუწყია რაღაცა ფრანგულად ლაპარაკი. ის ლაპარაკობდა არამეულ ენაზე, ის იცავდა იქაურად და წესებს და მათთვის გასაგები იგავები მოქონდა იმისათვის, რომ მათ გულებს მიმდარიყო. ამიტომ ეს ჩვენთვის საიდუმლო არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წმინდა წერილში წერია, რომ ნებისმიერი ჩვენგანი სანამ გაჩნდებოდა იესო ქრისტეს ჩვენთვის გამზადებული ქონდა კეთილი საქმეები, რათა მათში გვევლო. სანამ ამ დედამიწას შექმნიდა, ღმერთი უკვე გვიცნობდა ჩვენს სახელით და გამზადებული ქონდა ჩვენთვის ჩვენი მისია. მან იცოდა რომელ საუკუნეში უნდა დავბადებულიყავით, როგორ ოჯახში უნდა დავბადებულიყავით, როგორი განათლება უნდა მიგვეღო, რომელ ქალაქში, რომელ წელიწადში უნდა აღმოჩენილიყავით, როდის უნდა მოუხვედრილიყავით მან ბრუკლინის ქართულენოვან ეკლესიაში. მას ეს ყველაფერი ახლა არ მოუფიქრებია. მას ეს ყველაფერი ქვეყნიერების შექმნამდე ქონდა ჩაფიქრებული და არც ერთად თქვენგანმა არ იფიქროთ, რომ მან შემთხვევით ზიხართ. იმიტომ რომ ნახეთ, აი ერთი ადგილი მინდა წაგიკითხოთ მარკოზის მესამე თავიდან 13, 14, 15 მუხლები. შემდეგ მთაზე ავიდა და ნახეთ ყურადღება მიექცეთ, მოიხმო ვინც სურდა და წავიდნენ მასთან. იცით, მამასთან ვერავინ მიდის თუ არა იესო ქრისტეთი, ეს მისი სიტყვებია. იესო ქრისტესთან ვერავინ მივა თუ არ დაუძახა. იესო ქრისტესთან კი არა, ნათესავმა თუ არ დაგპატიჟა დაბადების დღეზე, შეიძლება ვერ მიხვიდე. მეზობელმა თუ არ დაგიძახა, რომ შემოდი ჩემთან ყავა დალიე, ვერ შეხვალ დაუკითხავად. ვიღაცამ უნდა დაგიძახოს, ვიღაცამ უნდა დაგპატიჟოს. თქვენ მან შემთხვევით არც ერთი არ აღმოჩენილ ხართ. შეიძლება გონიათ, რომ ვიღაცა ვიღაცის ხათრით მოხვედით მათ, მაგრამ ეგ იესო ქრისტემ ჩაიფიქრა. ეს მისი გათვლა იყო. იესოს ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ შენ მანდ მოხვედრილიყავი, აი სწორედ ამ დროს,
და თუნდაც მოგესმინა ეს სიტყვები. ეს არის მისი გზავნილი შენთვის. ნახეთ რა წერია და მოიხმო ვინც სურდა და წავიდნენ მასთან. 12-ნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი. ნახეთ, ადამიანები გამოიხმო და აპატიჟა თავისთან, ვინც თვითონ უნდოდა ისინი და მოციქულები დაარქვა. მოციქული რას ნიშნავს, იცით? სადღაცა რომ უნდა გააგზავნო და რაღაც რომ უნდა დაავალო. რაღაც რომ უნდა დააბარო. ანუ სახელი უკვე დაარქვა. სახელი უკვე უწოდა, რომ ჩემი შიკრიკები ხართ, ჩემი კურიერები ხართ, ჩემი წარგზავნილები ხართ. ძველ დროს ამას უბრალოდ მოციქულებს უწოდებდნენ. აპოსტოლოს. ანუ ბერძნულად ნიშნავს წარსაგზავს, წარგზავნილს. სახელი უკვე დაარქვა, მაგრამ ჯერ არაფერი დაწყებულა, მეგობრებო. ნახეთ რა წერია, 12-ნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ. ნახეთ იესო ქრისტეს რა ჩანაფიქრი აქვს. მოციქულები კი დაარქვა. ამით მათ თავიდანვე განუსაზღვრა მისია. უთხრა რომ აქ მე ხაჭაპურის საჭმელად არ დაგპატიჟეთ. მე თქვენ სადღაც უნდა წარგაგზავნოთ, მაგრამ სანამ სხვაგან წარგაგზავნით, თქვენ ჩემთან უნდა იყოთ. ჯერ მე უნდა გამიცნოთ. უნდა გაიგოთ მე რა ღირებულებები მაქვს, ვინა ვარ მე, როგორი ვარ, რამდენად საიმედო ვარ. შენ რო წახვიდე და ჩემზე ვიღაცას ელაპარაკო, მე უნდა მიცნობდე, ისე არ გამოვა. შენ რო ელაპარაკო ვიღაცას და უთხრა რომ მე საიმედო ვარ, შეიძლება თავი შემაფარო, შეიძლება ჩემი იმედი კონდეს განკურნებაში, შეიძლება ჩემი იმედი კონდეს ფინანსებში, შეიძლება ჩემი იმედი კონდეს სხვა ნებისმიერ საკითხში, შენ მე უნდა გამიცნო. ახლოდან როგორ ხუმრობ, რა სჭამ, რა სვამ, როგორ ვლაპარაკობ, როგორია ჩემი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, უნდა გაიგო ვინა ვარ მე, თუ მე არ მიცნობ, ვერ ილაპარაკებ ჩემზე. იმიტომ რომ რეალურად შენ სიცოცხლის თანაზიარი ხდები მაშინ, როდესაც მე მიცნობ. იესო ქრისტე არის სინათლე ამ ქვეყნად მოსული ყოველი ადამიანისთვის. და შენ ამას უნდა მიხვდე. სინათლე ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, არ ვიცი თქვენთვის მოყოლილი მაქვს თუ არა, მაგრამ დღესაც გავიხსენე ეს მაგალითი ერთ-ერთ ეკლესიაში აქ ბაკოში. 14 წლის ვიყავი დაახლოებით და ბიჭები თამაშობდით ჩვენ სეზონში. და გადავწყვიტე რომ დავმალოდი ჩემს ძმაკაცებს. და იქ მთელი ჩემი ეზო ყველაფერი ზეპირად ვიცოდი რა. სარდაფები, რა ვიცი, სადრას მაიმუნობდი, ზოგან ვეწეოდი, ზოგან კარს თამაშობდი, ზოგან კამპოტებს ვიპარავდი. სულ ჩვენი სარდაფები იყო იქ და გადავწყვიტეთ, არ ვიცი, დამალობანა გვეთამაშა თუ ვიღაცას ვემალებოდით, ეს უკვე ზუსტად აღარ მახსოვს და გავხსენი სადარბაზოს კარი და შევქანდი ეგრევე სარდაფში და შუქის ანთება არც მჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი ზეპირად ვიცი რა. და უცებ გონს რომ მოვეგე ორმოში ვეგდე. იქ თურმე ვიღაცას ამოუთხრია დიდი ორმო და სიბნელე რო იყო და სინათლე რო აიყო, ნაიარევი ეხაც მემჩნევა, ისე ძალიან აღარ, მაგრამ 1-15 სანტიმეტრი ნაიარევი მქონდა ხელზე. სუნთქვა ძლივს დავიბრუნე და ამოვბობღდი იქიდან. ცხოვრებაში არ დამავიწყდება, როგორი მნიშვნელოვანია ადამიანი სინათლეში დადიოდეს, ფიზიკურად ჯერ და ხედავდეს, მაგრამ ფიზიკურ სინათლეს ადვილად მოევლება, მეგობრებო. ფანარს აანთებ, ტელეფონს აქვს შუქი, სინათლეს ჩამოჰკრავ ხელს და აანთებ, ბზე ამოდის და ნათდება, მაგრამ რა ვუყოთ იმას, როდესაც ჩვენ სულიერ სიბნელეში ვართ. აი გინდა რაღაცა პრობლემას გამოწვევას უპასუხო და ვერ პოულობ პასუხებს, ხელის ცეცებით დადიხარ. აი გინდა რაღაცა შენი ფინანსური პრობლემა მოაგვარო და პასუხები არ გაქვს. აი ხვალინდელი დღე განერვიულებ შენი შვილები, შენი ოჯახი, შენი ადამიანები და პასუხი არ გაქვს, სიბნელეში ხარ, აი მიყვები დინებას. არა და იესო ქრისტეზე წერია, ის არის სინათლე ამ ქვეყნად მოსული ყოველი ადამიანისთვის და რა თქმა უნდა, ის მხოლოდ ფიზიკურ სინათლეს არ გულისხმობს. თუმცა ის ფიზიკურადაც გაანათებს, როდესაც მოვა, იმიტომ რომ წერია, რომ ის იმდენად ბრწყინვალე იქნება, რომ მოვა, რომ ბზე ბნელი მოგვეჩვენება, მეგობრებო. ბზე დაბნელდება მისი სინათლის ფონზე. წარმოგიდგენიათ აი სიბნელეში, ნელოთახში რომ სანთელს აანთებ, როგორი სინათლის ძალა აქვს მას, მაგრამ შემდეგ დიდი ნათურები რო აანთო, ის სანთელი სადღაჩას, ჩამქრალი გეჩვენება. ასეთია იესო ქრისტეს ფიზიკური სინათლეც, მაგრამ თავარი ის არის, რომ მას ყველა პასუხი აქვს ჩვენს განსაცდელებზე, ჩვენს ფიქრებზე, ჩვენს გამოვლა მდგომარეობებზე. ის მზად არის ყველაფერს მოფინოს სინათლე, მაგრამ
ჩვენ მას უნდა ვიცნობდეთ, უნდა ვხედავდეთ. თუ ვერ ვხედავთ, ძალიან ძნელია, მეგობრებო, რომ ამ სინათლეზე ვილაპარაკოთ, ვისარგებლოთ ამ სინათლით. არა დანახეთ. იოანეს სახარების მე-17 თავში წერია. შენ მოხვედიო, რომ სიცოცხლე გქონდეთო შენს მორწმუნეებს. და ესაო საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ. მამას ეუბნება იესო ქრისტე. ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც მოავლინე იესო ქრისტეს. ნახეთ საუკუნო სიცოცხლე თურმე რა ყოფილა. იცნობდე ღმერთს. იცოდე ვინ არის ის. მეგობრებო, ეხა ბევრი თქვენგანი აი ეს ონლაინ მიცნობს. მაგრამ ეს ცნობა არ არის. აი ლაშასთან ცოტა დრო გავატარე, აი მაიკოსთან ცოტა დრო გავატარე, ვარიასთან ზოგიერთ თქვენგანთან, აი მან დრო ვიყავი, ცოტა დრო გავატარე და ერთია, როდესაც ადამიანთან ახლო ურთიერთობაში გადიხარ, ხო, გიო ყველაზე კარგად მიცნობს, ავარაუდოდ. და ერთია, როდესაც ადამიანთან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს და გებულობ როგორია ის და მეორეა, რომ უბრალოდ იცი მის შესახებ. ერთია, როდესაც ადამიანის ლაპარაკს ისმენ მხოლოდ და მეორეა, როდესაც საქმეში ნახულობ მას. და იესო ქრისტე მე ძალიან კარგად იცოდა. იცოდა, რომ არ შეიძლება მოციქულება წარგზავნა სადღაც, სანამ ისინი მასთან ერთად დროს არ გაატარებდნენ. და ეხლა მინდა დავსვაკითხო, მე წინაზეც გელაპარაკეთ თქვენ. რამხელა მნიშვნელობა აქვს გრაფიკი წმინდა წერილის კითხვას. ყოველდღიურ, თუნდაც ძალიან დიდი ხნით არა, მაგრამ ხარისხიან საუბარს, დიალოგს უფალი იესო ქრისტესთან. ეს არის ყოველდღე მასთან გატარებული დრო. ის ჩვენ გვხვდება წმინდა წერილიდან, ლოცვებში, ქადაგებებში, რა თქმა უნდა, სიზმრებში. მან იცის, როგორ უნდა დაგველაპარაკოს, როგორ უნდა გაგვაცნოს საკუთარი თავი. ერთხელ ძალიან ვღელავდი რაღაცა საკითხზე და უთხარი, უფალო იესო ქრისტე, ვაი და მელაპარაკები და ვერ ხვდები, რა მეშველება, იმიტომ რომ სულ ნერვები მეშლებოდა, ეს ქადაგებლები ამბობენ, ღმერთმა მითხრა, ღმერთი დაელაპარაკა ჩემს გულს, მიმახვედრა უფალმა წარმიძღვა და მეთქი ღმერთო, მე როდისღა დამელაპარაკები და ვაი თუ მელაპარაკები და ვერ ხვდები, უფალო. და უცებ აი როგორც მკაფიო აზრი რო გაგინათებს გონებაში. მე ხომ ხედავ, როცა შენ ვერ ხვდები ჩემს ლაპარაკს. მე ხომ ვიცი შენ როგორ უნდა დაგელაპარაკო, რომ მიგახვედრო. მეგობრებო, პრობლემა ის კი არ არის, რომ შენ რაღაცა ვერ ხვდები ან არ იცი, არ ისწავლე, გასაგებია. დროს არ ატარები იესო ქრისტესთან. ვერ აავსე ის თასი ლოცვების, რომელიც უნდა გადმოპირქვავდეს და გამოცხადებებად მოვიდეს შენს ცხოვრებაში, როგორც წერია გამოცხადების წიგნში. შენ უნდა გამოითხოვო უფალთან ურთიერთობა. იცით როგორ არის, აი, ჩემ მეუღლეს რო დაურეკავენ ხოლმე, ჩაწერა მინდა თქვენთან და როდის გცალიათ. ჩვეულებრივი სტომატოლოგია, თუმცა კარგი სტომატოლოგია, მაგრამ ხანდახან 2 კვირა, 3 კვირა ადამიანებს უწევთ ხოლმე მოლოდინი. აი, ორ შაბათს პირველიდან 3-მდე თუ მოხვალთ. თუ არა და მერე პარასკევს, სხვა აღარა მაქვს პანჯარა. ჩვეულებრივი სტომატოლოგია და იმასთანაც კი გჭირდება ჩაწერა, რომ მიგიღოს. წარმოგიდგენიათ, იესო ქრისტესთან ყველა ჩვენს გათვალისწინებაზე ხო არ იქნება ესე არა? მას ჭირდება რაღაცა დაინახოს შენს გულში. მე არ ვამბობ, რომ რიგში დგომა გვიწევს და აუდიენცია, მაგრამ მან უნდა დაინახოს, რომ შენ მართლა გაინტერესებს მასთან ურთიერთობა. და უბრალოდ სეირების ყურება არ გინდა. იცი ვიღაცა ეუბნებოდა იესო ქრისტეს, რომ რა ნიშანს მოიმოქმედებ, უფალო, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ და იესო ქრისტე ეუბნება, არანაირი ნიშანი არ მოგეცემა შენ. გარდა იმისა, რაზეც ილაპარაკა მოსემ. მორჩა. დაამთავრდა. მაგრამ ვიღაცას თვალებს უხელდა, სადღაც მკვდრებსაც ოცხლებდა. რატომ აკეთებდა? ზოგს ასე რატომ ექცეოდა და ზოგს ისე? იმიტომ რომ ვიღაცაში ხედავდა იმ მონაცემს, თუ დაინახავდა ის, რომ იესო მართლა ღმერთიზე იყო, ყველაფერს გადადებდა და გაყვებოდა. მაგრამ ახლა მინდა დაგისვა შენ კითხვა. ეჭვი გეპარება, რომ იესო ქრისტე ღმერთიზეა? ეჭვი გეპარება, რომ იესო ქრისტე არსებობს? ეჭვი გეპარება, რომ ის თავისი სიტყვის ერთგულია? რამდენად სერიოზულია შენი დამოკიდებულება იესო ქრისტესადმი?
ის ხედავს, რომ შენ მთელი გულით მიყვები მას, უქმნი მას мотивაციას, რომ გელაპარაკოს. იცის, რომ შენთვის ნათქვამი სიტყვები ფუჭი არ იქნება. თუ როგორ გონიათ იესო ქრისტეს მეტი საქმე არ აქვს, რომ დაგვიждდეს ახლა და ყველა ჩვენს გათვალისწინებაზე, აბა მითხარი იესო ესე მოვიქცე? ასე არ არის, მეგობრებო. ის უნდა ხედავდეს, რომ შენ გინდა და უკვე დღეს რო რაღაცაზე დაგელაპარაკა და არ შეასრულე, ეს იმისთვის ნიშანია, რომ სანამ ამას არ შეასრულებ, მეორე ჯერზე არ დაგელაპარაკოს. ხშირ შემთხვევაში ასეა. ერთხელ ეკლესიაში მივედი და კვირას ვიღაცა სტუმარი იყო თუ არ ვიცი, აღარ მახსოვს ვინ იყო, სიმართლე გითხრა და სასტიკად არ მომწონდა იმ კაცის ქადაგება. ერთი სული მქონდა, როდის ჩაამთავრებდა ქადაგებას. ნუ არ მომწონს რა. და აი თითქმის არ მომისმენია არაფერი. ვიჯექი, ნუ ქებადიდების შემდეგ, ვიჯექი, ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა, ნუ არ მომწონს და არ მომწონს. მივედი სახლში, კვირის შუა დღეები არის, რომელიღაცა და რაღაცა საკითხზე გამწარებული ვლოცულობ და ვეუბნები, უფალო დამელაპარაკე, ახლა მჭირდები და უცებ მოდის აზრი. მე შენ კვირას გელაპარაკებოდი, მაგრამ შენ არ მისმენდი. და მაშინ გადავწყვიტე, რომ ვინც არ უნდა იყოს შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, ენაბორძიკი, გამართული, მაღალი, დაბალი, სქელი, გამხდარი, მომწონს, არ მომწონს, თუ იქ მოიყვანა უფალმა, ყურადღებით უნდა მოვისმინო. ხანდახან გონება მაინც მეფანტება, ეხლა მე სრულყოფილებას არ გიქადაგებთ აქ. მაგრამ ამით მე პატივს მივაგებ ღმერთს. ღმერთმა უნდა იცოდეს, უნდა ხედავდეს, რომ მე მონდომებული ვარ, მოვისმინო მისი სიტყვა. და იმდენად მონდომებული ვარ, რომ კვირიდან კვირას კი არ ველოდები. ყოველ დილით, როდესაც ყავას ვიდუღებ, ბიბლიასაც გადავშლი, ვზივარ და 1.5 საათი მინიმუმ კითხვას ვუთმობ და ანალიზს, რას ვკითხულობ და შემდეგ ვლოცულობ. სულიწმინდას ვთხოვ ხოლმე, რომ ამიხილოს თვალები, დავინახო როგორია იესო ქრისტე. იმიტომ რომ წმინდა წერილი ხო იესო ქრისტეა. ის არის ღმერთის სიტყვა. განხორციელებული ღმერთის სიტყვა არის იესო ქრისტე. და ისევ მარკოზის მესამე თავს მინდა დავუბრუნდე. 12 აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ. ეს არის მესამე თავი და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი. და რომ ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ძალაუფლება, ანუ ხელმწიფება. წარმოგიდგენიათ? იესო ქრისტემ ზუსტად იცის, რა არის მერე უნდა გააკეთოს. მან იცის, რომ შენ მასთან ურთიერთობა გჭირდება, ხვალ რო გახვალ და ვიღაცა ქართველს შეხვდები და ეტყვი, რომ იცი შენ იესო ქრისტეს ისე უყვარხარ, შენთვის მოკვდა, რომ შენ ცოდვები გაპატიოს. რა? რაღაც გაწუხებს, იცი იესო მიცი შენი წუხილი შეცახებ. მოდი ერთად ვილოცოთ მის წინაშე. მოდი მიეცი მას შენი ცხოვრება. და იქ რომ ღმერთმა იმოქმედოს, შენ უნდა იცნობდე იესო ქრისტეს. თუ მასში დარწმუნებული არ ახარ, სურათი გექნება ესეთი, ეხლა მე რომ ამას ველაპარაკო, სასაცილო და არ ეყოფა, რაღაცა კითხვებს დამისვამს, მე მზად არ ვიქნები. არა, ჯობია იქ ჯონი ჩამოვიდეს, ოლეგი ჩამოვიდეს, გურამი ჩამოვიდეს, კოტე ჩამოვიდეს, ან ვიღაცას დაუძახოთ და ის დაელაპარაკოს. და არა გაქვს გაბედულება, იმიტომ რომ არ იცნობ. არა და იესო ქრისტე ამბობს, მე მინდა რომ შენ ჩემთან იყო და როგორ უნდა იყო ახლა შენ მასთან. აი იმ სიტყვის მეშვეობით, იმ სულის მეშვეობით. იესო ქრისტემ უახლოესი ურთიერთობა დაამყარა ჩვენთან. ის ჩვენთან კი არ არის, ჩვენშია. და როდესაც შენ მის სიტყვას კითხულობ და თხოვ სულიწმინდას რომ დაგელაპარაკოს, გაგიცხადოს ჭეშმარიტება და ამას სწორი მოტივით აკეთებ წრფელი გულით, შენ ყოველ დღე მასთან ახლო ურთიერთობაში შედიხარ. მაგრამ ამით არ დამთავრებულა. შემდეგ წერია იგივე სახარების უკვე მეოთხე თავში, რომ ისინი ნავში ჩასვა და გაღმა უნდა გასულიყვნენ. ყველაფერი კარგად არის. მთაზე ერთად იყვნენ, ერთად ჭამეს პური, იესო მათ მოციქულები უწოდა, მაგრამ იესოს გეგმა აქვს. იესო მიცის, რომ მათ თავი უნდა გააცნოს. მე ამის შესახებ თქვენ გელაპარაკეთ, მაგრამ აი გულში მიდევს, რომ კიდე გელაპარაკოთ ამაზე. და არსაიდან სადღაც ქარიშხალი ამოვარდა. ქარიშხალი ამოვარდა და მოციქულები შეწუხდნენ. ეს უბრალო მოციქულები არ იყვნენ. ესენი მეთევზეები იყვნენ ძირითადად. წარმოგიდგენიათ, მეთევზეს რო წყალზე შეეშინდება.
ნავში, აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, ყველა მათი იმედი გადაიწურა და ბოლოს იესო გააღვიძეს. რა შვები, არ გედარდება? ხო ხედავ ვიხჩობით, გვიშველე. ბევრს არ გავაგზელებ ლაპარაკს იესო ქრისტემ შერისხა ქარიშხალი, შერისხა ტალღები და დადუმდა ზღვა და ამათ უსაყვედურა რომ ცირედ მორწმუნეები ხართო და მათ ერთმანეთს გადახედეს და ეკითხებიან ერთმანეთს ვინ არის ეს რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება ამ კითხვას რომ დასვამ ადამიანი იესო ქრისტეზე ესე იგი იესო ქრისტეს საერთოდ არ იცნობ რა გასაკვირია როცა ამბობ იესო ქრისტეს შემხედვარე როცა ის ზღვას დააცხრობს ეს ვინ არისო ესე იგი მათ მანამდე ის ჩვეულებრივი მოძღვარი ეგონათ და იესო ქრისტემ ძალიან კარგად იცის რა ხდება მათ გულში როგორც ეგამ თქვი მან იცის როცა შენ რაღაცას ვერ ხვდები და ის ისე კი არ არის რომ ეხლა პატარა ჩვილი ქრისტიანი აიღოს და გლების ხახაში ჩაგაგდოს არა ის გელოდება გავარჯიშებს გზრდის გამზადებს იმავე დღეს წერია გავიდნენ გაღმა ნაპირზე ღადარინელთა ქვეყანაში ეს უკვე მეხუთე თავშია ისევ მარკოზის სახარება 35 პირველი 13 მუხლი და ხედავენ კაცს ეს კაცი არის შეპყრობილი კაცი ლეგიონი ბოროტისულები ყავს ჯაჭვებით აბავენ და ჯაჭვებს წყვიტავს დღედაღამე ღრიალი დადის სამარხებში ქუჩებში ყველა ეშინია მისი ყველაერიდება მას შიშველი დარბის გიჟია და როგორც კი დაინახა იესო ქრისტემ მიირბინა მასთან თაყვანისა და რა გინდა ჩემგან ნება მომეცი აი ამ ღორების სკოლში შევიდე არაწმინდა სულები რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ეს მაღალჩინოსანი მღვდელმთავრები ვერ ერევიან ეს არაწმინდა სულები რომლებიც ლეგიონი არიან ამ კაცში მიირბინეს ამ კაცის მეშვეობით თაყვანიცეს და ნება გვიბოძე ამ ღორების სკოლში შევიდე და მოციქულები პირღიები უყურებენ კი მაგრამ იესო ვინ არის ესეთი რომ ამას ეკითხებიან ამ უწმინდურ ღორებში შესვლას და იესო ქრისტე ეუბნება წადით და წავიდნენ და ეს კაცი განთავისუფლდა და მოციქულებმა დაინახეს რომ ეს უბრალო მოძღვარი კი არ არის მას ბუნებრივი სტიქიებიც ემორჩილება ზებუნებრივად და მას ხელმწიფება აქვს არაწმინდა სულებზე ვაუ რა კარგია ასეთი მოძღვარი რომ ყავს არაწმინდა სულები მას ემორჩილებიან სანამ მასთან ვართ არ დავიხჩობით აგური არ მოგხვდება თავში ბუნებრივი სტიქიებისგან დაცული ვართ და ეშმაკები დაგვემორჩილებიან მაგრამ იესო ქრისტე არც აქ არ ამთავრებს თავის აი ამ ტრენინგს ასე ვთქვათ წვრთნის მოციქულებს ამზადებს და იგივე დღეს ასე წერია მეხუთე თავში უკვე 25 მუხლიდან აღწერილი არის ერთი ქალი რომელიც იტანჯება 12 წელიწადის სისხლდენით და აღწერილია მისი მდგომარეობა ჩვენ ვილაპარაკეთ წეგან როცა სიბნელეშია ადამიანი ხელის ცეცები დადის და გზას ვერ ხედავს აი ეს ქალი უკვე გზას ვეღარ ხედავდა რაც ფული ქონდა ექიმბაშებში დახარჯა ყველა შეაწუხა მთელი თავის ქონება გაყიდა არავინ და არაფერმა არ უშველა და მადლობა ღმერთს რომ არ უშველა მადლობა ღმერთს რომ ის დაიტანჯა სანამ იესო მსახურებას არ დაიწყებდა მანამდე იმიტომ რომ იმას რომ კარგი ექიმი შეხვედროდა და განკურნებულიყო ის იესოსთან ალბათ არ მივიდოდა ჩვენ ძალიან ხშირად მეგობრებო ვარდებით ასასნაირ გამოწვევებსა და განსაცდელებში იმიტომ რომ იესოსთან მისვლა არ გვინდა და იესო იძულებულია ხოლმე რაღაცეები გამოგვაცალოს ხან ნავი უნდა ჩაგვეძიროს ხან სისხლდენა უნდა დაგვემართოს ხან ვიღაცა შეპყრობილს უნდა გადავეყაროთ ხან რა მაგრამ ესეც დიდი კურთხევა არის ღვთისგან იმიტომ რომ ამ ყველაფერს მივყავართ იესო ქრისტემდე იმიტომ რომ მან დაგვიძახა ნუ უყურებთ ამ განსაცდელებს და ქარიშხლებს თქვენს ცხოვრებაში როგორც სასჯელს ვიღაცა შეიძლება ეფიქრა მორჩა დავიღუპეთ უნდა დავიხჩოთ მაგრამ არც ერთი განსაცდელი ჩვენს ცხოვრებაში არ მოდის იმისთვის რომ ჩვენ შევრცხვეთ და იესო ქრისტეს სახელი დაკნინდეს პირიქით ყველა განსაცდელი გვიკეთებს გამოწვევას რომ უარი ვთქვათ საკუთარ შესაძლებლობებზე მივენდოთ ღმერთს და ღმერთს მივცეთ საშუალება წარმოჩინდეს თავისი დიდებულებით მაგრამ ჩვენ ხანდახან ვერ ვენდობით ხოლმე მას და შუაგზიდან გამოვეცლებით ხოლმე ბევრმა მიატოვა იესო ქრისტე შუაგზაში
ბევრი შეუშინდა განსაცდელებს. მაგრამ აი ამ ქალმა ყველაფრის შემდეგ იფიქრა, მოდი მე იესოსთან მივალ. შეეხო და მყისვე განიკურნა. და შეიძლება და ჩუმად გაპარულიყო, მაგრამ იესო ქრისტე მობრუნდა და ვინ შემეხო, რა ხდება? და მოციქულები გაკურებულები უყურებენ. რას ქვია, ვინ შეგეხო, მთელი ხალხი ზედ გაწყდება. არა, ვიღაც შემეხო და ეს ქალი ვეღარ მალავს, მე ვიყავი, მოვედი, შეგეხე, განვიკურნე. და იესო ქრისტეს მოციქულებმა დაინახეს, რომ იესო ზებუნებრივად ფლობს ინფორმაციას. იესოს ემორჩილება ისეთი ავადმყოფობები, რომელსაც ექიმები ვერ შველიან, რომელსაც ქონებით ვერ შველით და თქვეს, რა კარგია ჩვენი უფალი. ბუნებრივი სტიქიები მას ემორჩილებიან, არაწმინდა სულები მას ემორჩილებიან, ავადმყოფობა მას ემორჩილება, მაგრამ აქაც არ დაამთავრა იესო ქრისტემ ყველაფერი. შემდეგ უკვე სინაგოგის ასულთან მიდის და სანამ მივა, გზაში ეუბნევიან, ნუ გააწუხებ მოძღვარს, შენი ქალიშვილი გარდაიცვალა და ეს ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო. მოკვდა უკვე, რაღა უნდა უშველო. მაგრამ იესო ქრისტეს მიყავს სამი რჩეული მოწაფე და ეუბნება ოჯახის წევრებს, ნუ გეშინიათ, არ შეშინდეთ. თქვენი გოგონა ცოცხალია, არ მომკვდარა. ხალხს სასაცილოდ არ ეყოეს. მაგრამ ტალითა კუმი უთხრა და იესომ გოგო გააცოცხლა. მე აღარ გავაგრძელებ ბევრ ისტორიას, მე მინდა რომ თქვენთონ იმჟელოთ ამაზე და იფიქროთ, ვინ რა განსაცდელში გადიხარ დღეს და რის სწავლებას ცდილობს თქვენთვის იესო ქრისტე დღეს და მოციქულებმა დაინახეს, რომ ის არა მხოლოდ ბუნებრივ სტიქიებზე, არა ავადმყოფობებზე, არა მხოლოდ არაწმინდა სულებზე, სიკვდილზეც კია გამარჯვებული. მისთვის არ არსებობს გამოწვევა. ის არის მეფეთ მეფე, უფალთ უფალი, ის არის ყველაზე მაღლა მდგომი, მას ემორჩილება, ზეცა, მიწა და ქვესკნელი ასე წერია. ყოველი ენა, ყოველი მუხლი, ყოველი ბაგე მოიდრიკება და აღიარებს იესო ქრისტეს. ეს გარდაუვალია. უბრალოდ ზოგიერთები ამას ვაკეთებთ ახლა, ზოგიერთები გააკეთებენ ამას მერე, როდესაც სამჟავროზე წარდგებიან. მაგრამ ყველას მოუწევს ამის აღიარება. თუნდაც რა დღის ის მაგალითი, როდესაც არაწმინდა სულები მიდიან იესო ქრისტესთან და ეუბნებიან, რა გინდა ჩვენგან უზენაესის წმინდაო, ღვთისძეო. ისინიც კი აღიარებენ და თითქოს მოციქულები უკვე მზად არიან. თითქოს მოციქულებმა ყველა სფეროში გაიცნეს იესო ქრისტე, მაგრამ ამისთვის მათ მოუწიათ ამ ტკივილებში გავლა, ამ განსაცდელებში, შიშებში გავლა. საჭიროა. ყველაფერი შეიძლება შენ არ შეგემთხვას, მაგრამ ყველაფერი შენს გვერდით მოხდება, რომ დაინახო და ისწავლო. მიხვდე როგორია, ამას იესოსთან ურთიერთობაში შეძლებ. პეტრეს რო ეთქვა, წავალ ეხლა უფალო, ყველაფერში გემორჩილები, მაგრამ კვირას მოვალ და მთელი ამ კვირის დღეების განმავლობაში იესოს გვერდით არ ყოფილიყო, კვირას მისვლა იესოსთან პეტრეს რას ასწავლიდა, მეგობრებო. არ დაგვავიწყდეს ჩვენ, წინა კვირასაც გავიმეორეთ, ვინც გუთანს უდგას და უკან იყურება, ცათა სასუფევლისთვის, ზეციური სამეფოსთვის არ გამოდგება. თქვენ შემთხვევით არც ერთი არ ხართ მან, არც ერთი არ ზიხართ შემთხვევით. იესომ სახელებით მოგიწოდათ, მოგიხმოთ, იმიტომ რომ აი როგორც წავიკითხეთ, აირჩია ისინი და მოუხმო მათ, ვინც სურდა რომ მასთან ყოფილიყვნენ. იესოს უნდა რომ მასთან იყოთ და მაგიტომ ზიხართ მან. ის გეძახით. ის ცდილობს რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში არის, სასიკეთოდ მოგაწიოთ, იმიტომ რომ მან თქვა ღმერთის განზრახვით მოწოდებულებს, ანუ ვინც მისი განზრახვისთვის ცხოვრობს, მის მოყვარულებს, ანუ ვისაც იესო უყვარს, ყოველივე სასიკეთოდ მოეწევა. ავადმყოფობაც, ტალღებიც, სიკვდილიც, ყველაფერი სასიკეთოდ მოეწევა. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ სიბნელეში ვართ. ჩვენ რაღაცა გამოცნობით და ხელისეცებით დავდივართ, მაგრამ სიბნელესთან ჭიდაობა კი არ გჭირდება ჩვენ. სინათლეში გჭირდება დადგომა. სინათლეში გჭირდება დადგომა. აი ამ ოთახში ახლა შუქი რო ჩავაქრო, ბევრი ნატურა ანტია და დავიწყო სხვის სახოცის ქნება, ხო სიბნელეს ვერ გავაგდებ, მაგრამ ნატურას ავანთებ თუ არა სიბნელე გარბის. იესოა სინათლე შენთვის, დაპატიჟე იესო, ყოველდღიურ საწყისებზე, უთხარი იესო, დღესაც მჭირდები მე, პური ჩემი არსობისა, მომეცი მე 10 წლის განმავლობაში კი არა.
დღეს მჭირდება. ყოველ დღე უნდა ილოცო და თხოვ უფალს, რომ დღეს მომეცი ჩემი ლუკმა პური და ეს არ იქნება საცხობში გამომცხვარი პური მხოლოდ. იმიტომ რომ მხოლოდ ამ პურით ვერ იცოცხლებსო იესო ქრისტე ამბობს, არამედ ღმერთის ბაგიდან გამოსული შენთვის ნათქვამი თითოეული სიტყვით იტყვის იესო ქრისტე დაგელაპარაკება რაღაცას მიგახვედრებს და ეს ყველაფერს შეცვლის შენ ცხოვრებაში. ერთხელ დამელაპარაკა იესო ქრისტე და სამუდამოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ მისი მსახური გამხდარიყავი. როცა ის დაგელაპარაკება, ეს ყველაფერს შეცვლის, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არის ორლესულ מחვილზე უფრო ბასრი, რომელიც ატანს სულისა და მშვენივის გაყოფამდე. როცა ეს წერილის ეს მონაკვეთი დაიწერა, ორლესულ מחვილზე უფრო ბასრი და ძლიერი და ეფექტიანი იარაღი არ არსებობდა. თორე მაშინ რო ატომური ბომბი ყოფილიყო, იმაზე იტყო და ატომურ ბომბზე უფრო ძლიერია ღმერთის სიტყვა, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვას უკავია პლანეტები. ღმერთის სიტყვა შეუძლია ატომური ბომბი გააუნებელყოს. ვლოცულობდი და ჭურვები რო ვარდებოდა რუსული ბომბები, არ ფეთქდებოდა საქართველოში. ყველა არა, მაგრამ იქ სადაც ღმერთის შვილები იყვნენ, არც ერთი ღმერთის შვილი არ დაზიანებულა. ჩამოვიდა ჩვენი ძმა გორიდან და რო აფეთქდა ბომბი, კარები გამოფრინდა, აი ესე თავთან გამიარაო და თმის ერთი ბეწვი არ ჩამოუგდიაო. ეკლესია ლოცულობდა. ღმერთის სიტყვა არის ძლიერი ფარი. ის რო იტყვის, მკვდარი ცოცხლდება, თუნდაც 4 დღის დამპალი იყოს უკვე ლაზარესავით. ღმერთის სიტყვას უკავია საუკუნენი. ღმერთი იტყვის და ყველა თავისი შვილი აღდგება მკვდრეთით და წარდგება მის წინაშე. ყველა აღდგება და სამჟავროს წინაშე წარდგება. მაგრამ იესო ქრისტე მიცის, რომ ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, მოციქულები აემთნენ, ისინი ორ-ორი გაუშვა 70 მოწაფე წავიდნენ, ეშმაკებს დევნიან, ავადმყოფებს კურნავენ, მაგრამ იესო ქრისტე მიცის ზუსტად, რომ დადგება მომენტი და პეტრე სახში რომ მივა ცოლი ეტყვის, კი, მაგრამ საწახვედი ამდენი ხანი. სახში საჭმელი არ აქვს. პრობლემები არის ოჯახში. ჩვენ მუშაობა გვჭირდება, გადასახადები გვაქვს. ოჯახის წევრები შემოყურებენ. პასუხისმგებლობა ბევრი გვაქვს და უფალმა იესო ქრისტე მიცის, რომ გამოწვევა ბევრია ცხოვრებაში და შეიძლება დღეს მკვდარის აღდგენა ნახო, გაგიხარდეს, ერთი დღე სულ ამაზე იფიქრო, ორი დღე, მაგრამ მესამე დღეს კუჭი ისე აგეწვება, რომ მოგიწევს სახვიდე და სადღაცა იმუშაო. ეს არ გეყოფა მარტო. ამიტომ იესო ქრისტე მიცის, რომ ეს ყოველდღიური ჩვენი გამოწვევები შეეცდებიან ჩაახშონ, მოაშთონ ჩვენში ჩათესილი მარცვალი, როგორც ეკლებში ჩათესილი მარცვლიდან ამოსული მცენარე იშთობა. და იესო ქრისტე ასეთ რაღაცას ეუბნება მათ. მარკოზის 6:8. წადითო, იქადაგეთო სახარება, შედით სოფლებში, ოჯახებში, ამცნეთ, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა, მაგრამ თან არ წაიღოთ არაფერი. არც სარტყლით სპილენძი, არც ოქრო და ვერცხლი ქისით, არც ორი ხელი სამოსი არ წაიღოთ. განა იმიტომ, რომ ღმერთს არ უნდა რომ რამე გქონდეს. ღმერთი აი მტკივნეულ ადგილზე ამახვილებს ყურადღებას. წადით ჩემი სახარების საქადაგებლად და ნუ იქნებით დამოკიდებული საკუთარ სიმდიდრეზე და შესაძლებლობებზე. მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ერთი უმთავრესი რამ, როდესაც თქვენ ჩემი სახარების გასავრცელებლად იღვაწებთ. როდესაც თქვენ ჩემი სიტყვის გასავრცელებლად ადამიანთა სულების გადასარჩენად იღვაწებთ უპირველეს ყოვლისა, მე ვიზრუნებ თქვენზე. და ლუკას სახარების 22:35-ში ეკითხება მოციქულებს. როდესაც მე თქვენ გაგზავნიდით უფეხსაცმელოდ, უფულოდ, უქისოდ, რაიმე გაკალდათო? ლუკას 22:35 და მოციქულებმა უპასუხეს, არაო. იესო ქრისტე ასეთია, მეგობრებო. ის არის სამყაროს მბრძანებელი. მთელი სისავსი ამ დედამიწისა მისია. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ მე ვამბობ ერთ რამეს. თუ ზეციური სამეფოს მსახურებას ეღობება რაიმე პირადი საჭიროება,
პირველ რიგში პრიორიტეტულ ადგილზე უნდა დავაყენოთ ღმერთის ნების აღსრულება. დადექი რწმენით და აღასრულე ის, რასაც უფალი იესო ქრისტე გავალებს. თუნდაც ახლა, აი შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრებისას თუ სადაც არ უნდა ცხოვრობდე. ამიტომ ვამბობ, შეეკითხე ღმერთს ყოველ დღე, დღეს რა გინდა უფალო. თუ მართლა წრფელი გულით შეეკითხები, შეიძლება იმ დილას, როცა შეეკითხები, პასუხი ვერ მიიღო, გამოხვედი, წახვედი სამსახურში, ვიღაცას შეხვდი, გამოიარე საღამოს, გაჩერებაზე დადექი ან ვიღაცა ქართველს გადაეყარე ან უცხოელს და უცებ ღმერთი გელაპარაკება. აი ეს არის ის, რასაც დილას მთხოვდი. ამ ადამიანს მინდა მოემსახურო. როცა დაგიდგება დრო, დაგელაპარაკება უფალი, მაგრამ ყოველ დღე უნდა ეძიო იგი. ყოველ დღე უნდა გაისუფთავო შენი გული ამაოებისაკენ ლტოლვისგან. ყოველ დღე უნდა გაისწორო ფოკუსი და უნდა უთხრა უფალო, რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო ამ დედამიწაზე. მინდა ეს დრო, რაც მომეცი, მაქსიმალურად გამოვიყენო შენთვის და ზეციური სამეფოს ინტერესებისთვის. და იესო ქრისტე ამბობს, არავინ არის ამ ქვეყნად, ვინ ჩემი ანდასახარების გულისთვის მიატოვებს საკუთარ თავს, ოჯახს, შვილებს, სოლს, დედას, მამას, ნაკვეთებს, სახლებს, ქონებას და არ მიიღებს ჯერ აქ ასწილად და მერე საუკუნოდ სიცოცხლეს. ასეა ეს მეგობრებო. უფალმა იცის როგორ უნდა აგვინაზღაუროს, მაგრამ უფალს არ შეუძლია თავისი ზებუნებრივი საქმეების კეთება ჩვენი ადამიანური ძალის ხმევით. მას უნდა რომ მასზე ვიყოთ დაიმედებული. მას უნდა რომ მასში ვიძროდეთ, მასში დავდიოდეთ, ის გვინათებდეს ყოველ დღე ჩვენს სავალ გზას, ის იყოს ჩვენი გზამკვლევი, მასთან ვათანხმებდეთ ყველაფერს. თვითონ იესო ქრისტე განაასე არ აკეთებდა? როდესაც პურს გაამრავლებდა, ან ადამიანს განკურნავდა და ადამიანები ქებას დაუწყებდნენ, იცით რას ამბობდა? ეს მე არ გამიკეთებია. ამას მამა აკეთებს. საქმეებს, რომელთაც მამა მიჩვენებს, იმას ვაკეთებ მე მხოლოდ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს. ისეთ იესო ქრისტეც კი მიდიოდა და მამას ეუბნებოდა, რა არის მამა შენი ნება? რა გინდა რომ გავაკეთო? და მამა უჩვენებდა იმას, უნდა გაეკეთებინა. მეგობრებო, ერთხელ მე ეს ადრე გითხარით თქვენ ზუსტად მახსოვს. შეწუხებული ვარ და ჩემი თავი ძალიან მაგარი მორწმუნე მგონია და ვეუბნები ღმერთო, რაღაც მომაფიქრებინე, როგორ მოვემსახურო თბილისს, როგორ გადავარჩინოთ სულები ამ ქალაქში, როგორ უნდა განვავრცოთ შენი სასუფეველი და უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს და მითხრა, შენ რა უნდა მოგაფიქრებინო, ქვეყნიერების შექმნამდე მაქვს მოფიქრებული ყველაფერი. თავიდან გინდა ველოსიპედის მოგონება? ღმერთს უკვე აქვს გეგმა ნიუ-იორკის ქართველობაზე. ღმერთს უკვე აქვს გეგმა ნიუ-იორკში იმ ადამიანებზე, ვისაც თქვენი მეშვეობით უნდა მოემსახუროს. იქნებიან ეს სომხები, ქართველები თუ აზერები, ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან, ვინც გვიცნობენ და ესმით ჩვენი ენა. და კიდევ სხვებსაც მე არ შემოვიზღუდები მარტო კავკასიელებით. მე არ ვიცი ვისთან წარგაგზავნის უფალი. მაგრამ მე ვიცი რომ ეს ეკლესია ღმერთმა მიზნისთვის დააფუძნა და ამ ეკლესიის ნაწილი შენ შემთხვევით არ ხარ. იმიტომ რომ იესოსთან ვერავინ მივა თუ არა სული წმინდით. მამასთან ვერავინ მივა თუ არა იესო ქრისტეთი. იესო ქრისტეს ვინც სურს, იმას ეძახის და ვაი ჩვენ თუ არ ვეხმაურებით მის ძახილს. ყველაფერი რაც დგას ჩვენსა და იესოს შორის, ყველაფერი რაც ხელს გვიშლის მასთან ურთიერთობაში, ექვემდებარება მოშორებას. რადგან ჩვენ თქვით უკვე რომ იესო გვინდა შენთან ერთად ყოფნა. მაგრამ რამხელა პატივია მეგობრებო, დავდიოდეთ იესოსთან ერთად. ამას არ ჭირდება დიდი გამოცდილება და დიდი ცოდნა მეგობრებო. ჩვენ ხშირად ჩვენი ცოდნით ხელს უშლით ხოლმე ღმერთს. ამას ჭირდება სწორი მოტივი. შენ იმის დამტკიცება კი არ უნდა გინდოდეს რომ შენი რწმენა არის სწორი. შენ უნდა გინდოდეს იმ ადამიანის გადარჩენა, ვისაც ელაპარაკები იესო ქრისტეზე. შენ უნდა გინდოდეს რომ იმ ადამიანს დაეხმარო, გიყვარდეს ის ვითარცა თავი შენი. და როდესაც ხედავ ადამიანს, ვისაც უჭირს ლოცულობ მისთვის და ეძებ გამოსავალს მისთვის,
არ არსებობს ვარიანტი, რომ იესო ქრისტემ არ დაგანახოს, არ მოქცეს სიტყვა, არ შეგიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ მას მოემსახურო, დაუმოწმო და შემდეგ ღმერთი მოქმედებს. ჩვენი მოვალეობაა, რომ ადამიანებს კეთილი უწყება მივიტანოთ. აი ამ უწყებას სულიწმინდა როგორ გააცოცხლებს ადამიანების გულში, ეს უკვე სულიწმინდის პასუხისმგებლობაა, მეგობრებო. ჩვენ არა ვართ სულიწმინდები, ჩვენ ვერ შევძლებთ ვიღაცას რწმენა ჩაუდოთ გულში, ჩვენ უნდა გავაჟღეროთ რწმენის სიტყვები და სულიწმინდა გააცოცხლებს მათ გულებში. ისე როგორც ერთდროს ჩვენს ცხოვრებაში გააცოცხლა ღმერთმა. აი მახსოვს გიოს რამდენს ელაპარაკებოდნენ ღმერთზე და თავში არაფერი არ შეძდიოდა. თუ კომპიუტერზე თამაშობდა, მე ეძინა მთელი დღე. თამაშობდა ეძინა, მაგრამ ერთ დღესაც სულიწმინდამ გაუცოცხლა და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი ცხოვრება დაუკავშიროს ღმერთს. მაგრამ ვიღაცები ლოცულობდნენ, ვიღაცები ელაპარაკებოდნენ. ასეა ჩვენს ცხოვრებაშიც. ერთხელ ესე ახალი მორწმუნე ვარ, ამასაც დაგიმოწმებ და შემდეგ დაგემშვიდობები და მინდა რომ აი ერთმანეთს გაუზიაროთ, ვინ რა წვრთნას გადიხართ ახლა და როგორ ფიქრობთ, რას გასწავლით აი ამ განსაცდელებში ღმერთი რის სწავლება უნდა თქვენთვის და რას გეგმავს ღმერთი რომ გააკეთოს ამ განსაცდელის მეშვეობით თქვენს ცხოვრებაში. აი ამაზე მინდა რომ ესაუბროთ ერთმანეთს და თქვენ რა მოგეთხოვებათ ამ განსაცდელის დროს, რომ ის მოხდეს, რაც ღმერთს აქვს ჩაფიქრებული. მივედი ახალი მორწმუნე ვარ, სიტყვა მომცეს, რაღაცა ვიქადა გეუბნის მსახურებაზე, რაც რწმენა მქონდა, ენერგია, ყველაფერი დავხარჯე და მივედი დეიდაჩემთან სახლში და ერთი სული მაქვს, ოდი შევჭამ და დავწები და მივედი დეიდაჩემი ტახტზე დაწოლილი დამხვდა. მორწმუნეა დეიდაჩემის და აუ გურო რა კაია რომ მოხოდიო. ისეთი წნევა მაქვს, თავს ვერ უწევო ლოგინიდანო და ჩემთვის ილოცეო. ვაი, შენ თავს ვიძახი ახლა. მართლა რაც რწმენა მქონდა, იქ დავხარჯე. სულ ყველაზე ვილოცეს თუ იმაზე შესაძლებელი იყო. ლაპარაკის თავის აღარა მაქვს და დეიდა ხო არაფერი გინდა დაგალებინო მეთქი თუ რაღაცა არაო შენ ილოცეო ჩემთვის. მივხვდი რომ ეხა ეს თავს არ დამანებებს. და ავდექი აი ესე დავადე ხელი და ღმერთო ეხლა შენ ხო ჩემზე კარგად იცი. არანაირი რწმენა არა მაქვს ღმერთო, მაგრამ შენ ფასი გადახდილი გაქვს. შეხეკთხო ამ ადამიანს. შენ შეგიძლია ამის განკურნება, მე არაფერი არ შემეძლია მეუთხარი. ამინ დავამთავრე და დავჯექი. ჩემი დაждდომა და რამოდენიმე წამში დეიდა ჩემი სადგომა ერთი იყო. დიდება უფალსო. რა კარგიაო, როცა მსახურები ილოცებენ ჩვენთვისო. ფეხზე წამოდგა, ვახშამი გამიმზადა. გალობა დაიწყო, გემრიელ ხასიათზე მოვიდა, მე კიდე ჩუმად ვზივარ გაოგნებული და ვიძახი, ღმერთო, ხანდახან როგორ ვიჭაჭები, მთელი რწმენა მობილიზებული მაქვს. მინდა რაღაცნაირად დაგარწმუნო, რომ ადამიანი განკურნო. ხანდახან კიდე არაფრის იმედი არ მაქვს, ვიცი რომ აბსოლუტურად სარიელი ვარ. ჩემი თავის იმედი არ მაქვს, უღირსად გრძნობ თავს, უბრალოდ მოვალეობას ვასრულებ და როგორ მოქმედებ ღმერთო და გამოცხადება მივიღე, იცით? განსხვავება იცით რაშია? ჩვენ მაშინ ვართ გაბედულები, როცა რაღაცა თემა კარგად გვაქვს დამუშავებული, რაღაცა განათლება გვაქვს მიღებული თეოლოგიური, რაღაცა გამოცდილება გვაქვს მიღებული, შეიძლება დილას მაგრად ვილოცეთ, შეიძლება ამ კვირაში ერთი-ორჯერ ვიმარხულეთ და ეხლა მარტო ვინმე გადაგვეყრებოდეს და ვილოცეთ აბა რას ვიზავთ, იმიტომ რომ ძალიან კაი სულიერ ფორმაში ვარ, მაგრამ ეს ღმერთს ხელს უშლის, მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ამას იესოს იმედით კი არ ვაკეთებთ, ჩვენი დამსახურებით ვცდილობთ ვიღაცას მოვემსახუროთ და დავარწმუნოთ იესო, ჩვენი კარგად ქცევით, რომ ღირსები ვართ მოისმინოს ჩვენი ლოცვა. მაგრამ ამას ღმერთი ეწინააღმდეგება, მეგობრებო. იესო ქრისტე მოქმედებს მათგან, ვინც აცნობიერებს, რომ თვითონ არაფერი არ შეუძლია. ეს მორჩილების გამოხატულებაა, როდესაც ემორჩილები იესო ქრისტეს. მიდიხარ და ამბობ, შვიდობა თქვენ და მოახლოებულია ზეციური სამეფო. ვინც ირწმუნებთ, იესო ქრისტემ ოდვები გაპატინა. და იმის დასტურად, რომ ეს მართლა მოხდა, თუ გინდათ ვილოცოთ ახლა თქვენს უძლურებებზე. იცით, მეგობრებო, ჩვენ ხანდახან გვერევა ხოლმე, აქ ახლა ევანგელიზაციებს ვატარებთ, გუშინ ხალხი განიკურნა, ზოგს თვალები აეხილა, ზოგს რა, ერთი სიტყვით და
შემდეგ კითხვა სვამენ. ჯვა ეს ადამიანი მეორეთ მოვიდა სულ და ნახე ამისგან განიკურნა, იმისგან განიკურნა, ამისგან. დიახ, მეგობრებო, ახალი ადამიანები, როდესაც ვმახარებლობთ ჩვენ, როდესაც სამახარებლოთ მივდივართ, ამას მოხვება ნიშნები, სასწაულები, განკურნებანი, იმიტომ რომ იმ ახალ ადამიანს სჭირდება ღმერთთან შეხვედრა და გაცნობა, როგორია ღმერთის, მაგრამ შენ უკვე შვილი ხარ. შენ ცოტა მეტი მოგეთხოვება. განა შენი განკურნება არ უნდა ღმერთს, მაგრამ შენ ძიება გჭირდება იესო ქრისტესი. ცოტა უფრო ღრმათ ამოთხრა გჭირდება. იცი, სტუმრად როცა მოდიან ხოლმე ჩემი ძმისშვილები, დიშვილები, დეიდაშვილიშვილები, მეგობრების ბავშვები, იმათ ბავშვებს არ უწყებ ხოლმე. აბა სკოლაში როგორ სწავლობ, კარგად სწავლობ, მაშინ აღარ ნაყინი, სტუმრად არიან ისინი. გავიცანი და პატივი მინდა ვცე. მაგრამ ჩემი შვილი რომ თხოვს რაღაცეების ფულს ვეუბნები, აბა გუში რო დაგავალე, იმის ამბავი როგორ არის? აი ხა ჩემს დათუნას ტელეფონი ჩამორთმეული აქვს, უკვე მეორე თვეა. ველოდები რომ ყველა ნიშანი გამოასწორო, სანამ 8-იანზე მაღლა არ იქნება, 8-იანზე დაბლა არ უნდა ყავდეს არც ერთი. სანამ ყველა ნიშანი მინიმუმ 8-იანზე არ ექნება, ტელეფონს ვერ მიიღებს. იმიტომ რომ მე მასთან სხვა ურთიერთობა მაქვს. ვწვრთნი იმას, ვზრდი იმას. განსხვავდება, მეგობრებო, პირველი შეხვედრა. განსხვავდება პატარა ბავშვი, რომელიც 3 წლის ყავს ევა სახში და სულ იმას ვთილობ, რომ ტკბილი ორცხობილა მიუტანო, რაღაცა მოვეფერო, ვეცეკვო და მთელი ამბავი. დიდებს სხვა პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ უკვე შვილები ვარ, ჩვენ უკვე წვრთნის პროცესში გავდივარ და ცოტა მეტი მოგვეთხოვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 100 ასხვებისთვისაც, როდესაც გადიხარ, ელაპარაკე იესოს მადლზე და წყალობაზე. დაუმოწმე, გაიწოდე შენი ხელი, ემსახურე სახარებას, ემსახურე იესო ქრისტეს და თუ პირველ ადგილზე დააყენებ სახარებას და იესო ქრისტეს, თუ შენთვის მტკივნეული იქნება დაკარგული სულები და მათი გადარჩენისთვის მიუძღვნი შენ ცხოვრებას, დანარჩენი ყველაფერი შემოგემატება. იესო ქრისტემ კითხვა დაუსვა, როდესაც არ გაგზავნეთ სახარების საქადაგებლად და არ გაგატანეთ ფეხსაცმელი, ფული, ოქრო, სპილენძი, სამოსელი, რაიმე გაკალდათ და მათ უპასუხეს არაფერი. იესო ქრისტე პასუხისმგებელია თავის სიტყვაზე, მეგობრებო. მოდით მიუძღვნათ ჩვენი თავები ღმერთს. მოდით მიუძღვნათ იმას, რასაც ვფიქრობთ. შეიძლება ყველაფერს სრულყოფილად ვერ ვხედავთ, მაგრამ რაღაცას უკვე ვხვდებით, რაც უნდა ღმერთს ჩვენგან. მოდით ყოველ კვირა რომელიმე ადამიანი ჩავიდოთ გულში, ვილოცოთ, ვეკონტაქტოთ და დავპატიჟოთ კვირას ქართველებთან საურთიერთობოდ. ველაპარაკოთ იმაზე, რაც იესო ქრისტეს შესახებ ვიცით, რაც უკვე გაგვიკეთა. ნუ დავმალავთ ამ საგანძურებს, აი ამ თიხის ჭურჭლებში, რომელიც ჩვენ ვართ. დროზე გამოვიყენოთ მთელი ეს ინფორმაცია, მთელი ეს სიკეთე სახარებისა, რომელიც გვაქვს, რომ იესო ქრისტეს მიეცეს საშუალება აავსოს ჩვენი ცხოვრება თავის კურთხევით. ამინ. ამინ. უფალმა გაკურთხოთ, მეგობრებო. დაუშვას ღმერთმა თქვენზე სიბრძნისა და გამოცხადების სული, მოგცეთ გაბედულება, მოგცეთ უნარი, რომ ამოიღოთ სამიზნეში დაკარგული ადამიანები, მიხვიდეთ და იშუამდგომლოთ მათთვის, ილოცოთ და უთხრათ, მოახლოებულია ღმერთის სამეფო და ასწავლოთ მათ, როგორ გადარჩნენ და გაამრავლოს ღმერთმა თავისი წყალობა და მადლი თქვენს ცხოვრებაში, იესო ქრისტეს სახელით. ამინ. ამინ. მეგობრებო, სულ ცოტაღა დარჩა, ძალიან მალე უფლის წყალობით თქვენთანაც ჩამოვალ და ახლოდან ვისაუბრებთ, მაგრამ დღეს ძალიან გთხოვთ, აი ყველამ 2-3 წუთი, 5 წუთის ვისაც გინდათ,